დილამშვიდობის ვაიმე რაღაცა დაბეწუწა. გამარჯობათ დილამშვიდობის რა ფერხარ ხალხლებ. ამოვაბრძანეთ თორე წუხელ დამჭა ქვემოთ. ეს არა? არც ეს. აი ეს. ამაზე მივეჩვი. მაიცადე. დაბლა ვიყავი. უი რა კარგი არის. ადიელა მოვიტანე და დავაბინაო გავრეცხე გარეთ. ლეჟანკაზე რომ მეტო და ის დავდეხა და რა კაი სიმაღლე აქ. ხო, დროებით ამოვედი. ეხა 1-2 წამით წუთით რა ვიცი. რო ესა ბრინჯი მაქვს გადასაწური და დუღს და ისე ქვემოთ უნდა ჩავედი. დიდად საჭმელებს არ მივაკვდით დღეს, ანუ ისეთი რაღაცები გავაკეთე, რომ ანუ არ უნდა რა იქ ჩალიჩი. ბრინჯი დავდგი, რა უნდა? სადაც ჭურჭელი დავიწყე, წყალი ადუღდა და ლაშას დავდგი მოსახაშად კარტოშკა და ჭარხალი. ამ ბოლო ხანებში თავს რო ვიბან, რუბანო ხონეთმებს არ ვივარცხნი და მე მგონი ვერ აბაქ საქმე კარგად. არა და თქვენ გაგაფრთხილეთ, რომ როგორც კი დაინახავთ, რომ გაჩეჩილი, აჩეჩილი, ნუ ზოგადად ეგ ვარ ხოლმე, ნუ ეგერა ანუ ხალათი და რაღაც, არა მაგას არ ამგულისხმობ. აი ესეთები რო არის ხოლმე კოსაროაქა კიდიათ. ეგეთი თუ დამინახეთ, მე მითხარით. მე მგონი ჯერი გარამჭირს, მაგრამ არა უშავ. რა უკეთ ხვალ გუშ ხვალებიდი. გუში ნაშად არ მოპირებდი წასვლას და თავარი იყო, რომ გამშრალი იყო. ხო და აი ხა რას ვიზავდა, როგორ წავალ სამსახურში და როგორ დავი. მაგრამ ეგეც არა ხოლმე პრობლემა, მიხარია რომ იქ ქუდი მაფარია ის იმისი. საკონდიტრო თუ რაღაც, ვიდა იქ შევტენო რაღაც, იყოს კაი. ხო ეგ მაფარია და სადღაცას ნივია უნდა მქონდეს. სადღაცას. კათებს გერდა ბაცაცოს და კატებს ვაჭამე და აღარ იყო ის კაცის ფეხები და თავი და თითო შეხვდათ იმას ბაცაცოს და ერთ კნუტს. დანარჩენს არ შეხვდათ. ასე რომ მე იმ წვენში ჩაულბე პური, ისიც ცოტა რაოდენობის და მე უთხარი ეხლა დადით ინადირეთ თავია ბაცაცონ ჭამა. კატები კიდე თავის თავს მიხედავ, ნუ ვაჭიმებ ხოლმე ზოგადად, მაგრამ ანუ არ გეშინია კატა რაღაცას იზავს. მაიმუნები არიან. აი მე ხარ გუშინ, იცი როგორ გავაკეთე საქმეები, აი მეორე ვიდეოც რო ჩავწერე, მაგის მერე ვამბობ. ჯერ ხელებზე არ მინდა წავისო, იმიტომ რომ მაინც უნდა წყალში ჩავყო და ეკონომია გავაკეთოთ ნივიასი. მაგრამ ხელებზე ამასთვის მივყავ. ნივიას ეკონომიას ვაკეთე. გუშინ ანუ იცი როგორ გავაკეთე საქმე მეორე ვიდეოს შემდეგ. ის თელი მიწა და ის ხო იყო დასალაგებელი, ამოველი დავწეგი. ნახევარ საათის მერე ჩავედი. ამოველი, მაგრამ ეს პატარ-პატარა მომენტებით წამოწოლა არ მშველი. საერთოდ ანუ ფეხის ტკივილზე ვამბობ, დაღლასთან დაკავშირებით არ ვამბობ, არ დავღლილ ვარ. იმიტომ რომ ნელა-ნელა ვაკეთებ, მაგრამ ეს ფეხი დისკომფორტს მიქმნის. ხო და რა შემოც ახსნა ის ახალწლ გალათებები. რაღაც დროს ახსნა შეკაიკაცო უნდა დავკიდოთ. ოღონდ ეს 2 ცალი ბაცაცომ გაგვიფუჭა. დაბლა მოაჯირზე ქონა დახოვა და სადაც მიწვდა დაღრნა და დაწყვიტა. ნუ ეგ აღარ ვარგა და გადავყარეთ და თან ლაშა მისტირო და იმას. გადახდილ თანხას და ვთხარი არა უშარ ერთ შემინაყიდი ერთ შემეთქი და რა ქნას მეთქი ბაცაცმა და პატარა არ მეთქი. ის ხო უნდოდა. გავაბაცაცოებ მაგას დანაჩხუბობდა. ვაი დედა. ხო და ბოლო იყო, მეთქი ამის გარშე შანსი არ არის. ვერ დავისვენებ თქო და ის ვქენი რა. გაზი დავასხი ხალასი. ამოველი წამოვწექი. და 1-40 წუთი ესხა და ნუ ჩვეულებრივ მოწმინდა რა. ანუ არა, ისედაც არ მეგონა რომ ხალასი ხა ფუნჯს და ფუნჯირა შუაში. იმას გამომართვევდა, რა ქვია, სახეხს და თვითონ მოწმედავდა, მაგრამ ჩვეულებრივი საწმენდია რა. აი, ცხელზე თუ იხმარ, უფრო კაი. ხო და
ძალიან ლაითად იმაშვები, დიდად არაფერი არ დამეტყვა. ღია ყავისფერი რაღაცა უფრო კრემისფერში გადადის. ხო და კარგი გემრიელად მოვხეხე რა. და ეხა დილას რო დავდგი მოსახარშად კარტოფილი და ის ადუღებულ წყალში საფქენი და გადავხადე ჩაუწიე რომ მეთქი ერთი წვეთი არ გადმოვიდეს გახეხილ გაზზე თქო ბრინჯიც ეგრე ხო და ეხა სანამ ადუღდებოდა უბრალოდ რო ადუღდა და რო ჩაყალიდა მე ხომ და წამოდუღდეს კიდე აი რა ტვინმა მითხრა რომ გამოველი და გუშინდელი დარგული მარწყობს ცოტა წყალი დაუსხი და მესმის ხმა გაზზე რო რაღაცა არა წვეთავს აი მოედინება რა ის ხმა მესმის რო შიშინის ის ცეცხლის რო სველიედება და აი აუმანანა ეხა ვფიქრობ რა ჩემი მაინც იყო ცოტა ხანი მაგრაქცე მომეთქი და გავიხედე და ან ჯერ აი საერთოდ არ ვიცი ხოლმე რომ ქვაბს დავაფარო ბოლომდე აი ის ნახრეთი კი აქვს მაგრამ ბრინჯი ხო იცით და ანუ ამ ქვაბს ასწევს ბუ იზავს გადმოვა ეს წყალი ასწევს ბუ გადმოვა აი ჯანი დაგეწევს ვფიქრობ ჩაუწიე ქალო ხო და დაზიმა გასახი რა იგრინდო და მეთქვა ნუ ყველაზე კარგი რა არის თეთრი კაფე ერთი-ორი დღე რო იყოს არ დაეტყო მაგრამ არა ეხა მაგ კაფს რა მოყვება ჯერ არ გამიხეხია ჯერ იდუღოს გადმოსულთ აღარ გადმოვა მაგრამ მაინც აი რა იციან მაგალითად აი თუნდაც ბრინჯი დაისხავს არ აქვს მნიშვნელობა სამივე აკეთებენ მაგრამ და აი თქვა დავარდა ერთი ისა ამცეცი დახედავენ იყოს მე ან მაკარონი დავარდება ან რაღაცის წვენი დაესხმევა და ხო იცი მე კიდე რო აანთებ და რა მოსდის სიქავრობას და გუშინ მაგაზე ვიგაგანე მაგრამ დიდად აზრი არ აქვს იცი რა მხრივ ერთი გუშ მე რიგივეს აღონ ერთი თუ გადამეკეტა ხო მე ვინ საით გარდის ვინ რას აკეთებს ხან გადაკეტვის ნერვიც არ მაქვს ხოლმე და ისე ვაკეთებ ჩემთვის უთხრით ჯანიც მე დამწუს ცალკე კიდე როგორ მეტყობა რა დრო მაქვს ხო მაგრამ რა დრო მაქვს მეცან ნახოთ დრო მაქვს თუ არა და ისე გავაგრძელოთ საქმე აუწიო ქალო შუქი აუწიე კალო დაბრბავდები ის არის ნაქვია ღამე უწევ ხოლმე ხმასაც ჯუგსაც ყველაფერსაც და ეხლა ვერ დავინახე მაგით მე საათი მომენახა ზუსტად 9 საათი 1 საათი მაქვს დრო ეხლა ჩავიდეთ ბრინჯი გადავწუროთ და დილას ლაშამ გადმოიტანა უკანა მხრიდან ისა პიტნის ჩაიზე ვგიჟდები ბავშვობიდან და ამოვიდა რა ეტყობა რა ხო და ანუ ეხა არ მინდა ეხა არ დავლევ უბრალოდ იქ მინდა რომ წავიღო სამსახურში იცი რომ გოგოებს უყვართ პიტნი და რამდენიმეს თუ მოვიძიებ ძალიან კაი გოგო ვიქნებ დიდად არ მისმენ ხო იცით ჩემი ძვირფასი მაკიაჟი ხო იცით აქ უნდა იყოს ფანქარი რომელიც 1 საათში უეჭველ გავეცლებ მაგრამ რადგან აქავს ხედვათ რაიმე ქალო ახლა ბრინჯი ჩაგეხარშა ადე ჩადი რა მოგინდა ბრაჯვაგრე ხო წავედი ბრინჯზე აიცაბარე ბრინჯზე პამის გარშე იوانი წავდგა გავიქცეთ აბა ხა ბრინჯი ვნახოთ იმედი ახლა მოსახაში არა მაქვს ასამთავრ პაჭკა ნახევარი ჩავყარე წავიდით იგი იყოს არა რატო უნდა იყოს ჩააქრე ეკონომია გენაცვალე აქაც ჩავაქროთ და გავიქცეთ გავიცეთ ბევრმა მკითხა ბაცაცო სად არისო აღარა ჩანსო ხო კარგად არისო ბაცაცო ბაცაცო სად არის ჩემი ცხოვრება სად არის დედაზე პატარა
კალბასიანი, პატარა კალბასი, იმიტომ ჩაკალბასებულია. ახე რა კადრია. ჩემი გემრიელი ბიჭი. დედასი. რა ბაისაშო. ვერ მოგეფერები ჩემო ლამაზო. აბა რა ხვება ბრინჯი. აღარ არის დაახლოებით ხალხმა ეგრეა. თან ყველაფერი მაქვს მზად. გადასაწურად ეს არის მამა პაპუ ნახეთ როგორ დაგრეხილ და დაჯეჭყილ. და მაგრამ ყოველთვის მეორეც გვაქვს, მაგრამ აი რატო მომიდა მორწვა. შეხედეთ. სუჭა მოვიდა. არ ეტყობა. გადავწუნო გოგოები. დაახლოებით 15 წუთია ამას ვეჭიდავები და ამას არ დავიზარე და ბარემ გარეცხე წმინდე თუ რა მოუწმინდე ერთი წამით ესე შვება ხოლმე და ასე დავუჭირო თორე სად ვიღაცა ვის არ გადაყლაპოს ვოლტკაიკა აბა გარეთ ქალბატონო ხო და ამასობაში სანამ მე ამას ვეჭიდავებოდი უიმიდი და გაჭირდა გარეთ მეთქი ეს მოხარშულია ჭარხალით აჰა კაი წყალში იყოს და ეყოფა იცი რატო გამორთე რა ის კარი დავკ მართალია ქარაფერი მაქვს ესეთი რო კატავდეს მაგრამ რა საჭიროა დაკეტილ ოთახში კატა მოდი აქ ეს დავჭა აი ის გამო გადამოვიწყდა ბრინჯი მზად არის კარტოფილი მზად არის სუპი ბიჭვაშია ყველაფერს ნაჭმები აქვს ნუ შეძლებით დაგვარად ეს ქვაბიც გავხე ხერაში ხარშავ ხოლმე ქათმის ფექსებს ამას ვიყენებ შეულებად საჭმელად ეხა ნინოს ბუცები ისველდება ისინი შევიტანო და წავიდეთ პიტნაზე აი რატო მოვწე ხა ეს აქ ხო კიდია ეს ყველაფერი და ლოწვიმს იქედან გადმოდის და ანუ სველდება რა აი ნამეტანი ჩქარავი მოძრავი ნამეტან იონე მზათა აუ ეს მეგონი გასარეცხები აქ გარემ ესეც მოჩა და მიხარია რომ სარეცხი არ მიკიდია და არ მიწევს ჩქარ-ჩქარა აი ამ მატრასზე გეუბნეოდით გუშინ აი ეს უნდა გავამწარო ამან დამითხოვარ მინოსები გავწმინდოთ და ისე შევინახო რადგან გვაქვს დრო თორე რომ მოახარო სკოლიდან იქიდან დავცემ ხოლმე ბნედას რომ შენ ისინი გაწმინდე დროზე წამოვიფარეთ თორე დავსველდები იმიტომ რომ არა უშავს კარგად წვიმს ხა აი ეს მაცვია აი ეს არის აი ესეთი კაბა ხრებით ამოღებული და მომცა ჩემმა თანამშრომელმა რომ ბარბარეო ჩაიცვე ორი ცალი ერთი ეს არის და ერთი არის ღიაფერი ან კრემისფერი ну ბარბარესთვისო და არის ძალიან მაგარი ნაჭერი რა და გავრეცხე და ბარბარეს მივეცი რა მეთქი ნინომ გამოგიგზავნა ხო და გოგოები ყავს რა დიდები ნინოს და ძალიან მომეწონა და დიდი ქონდა არის სტრეიჯი აი იცი როგორი აი კაი სტრეიჯი რა აი ხარისხი რო ეტყობა და დიდი მააქვსო და მეთქი შეუნახავ და და გადავიცვი მაინტერესდა და როგორ იქნებოდა და აი მე დღეს არ ამუშავებს მაგრამ მეორე სმერაზე რომ მოხდები დიდი მადლობა უნდა უთხრა ნინოს ანუ არის მუხლზე კაბასავით არის მაგრამ აი არანაირ დისკომფორტს არსად არ მიჭერს ხალხო ანუ რაღაცები ხო ვიყიდე ეხლა შოპ მარინაში რომ მიჭერდა იქ მაჭერდა და რაღაცა ვეღარ ვიცმენდი და არ მაჭერს მაგრამ მე დისკომფორტება რომ რაღაცა ოდნავ მეხება
მერტო ეს რა კაი რაღაცა არის. ეხა ხან ეს მეცმევა და ხანის. უბრალოდ გასასვლელად ვერ ჩავიცმევ, რომ თლათ ისეთი სიგრძე არ აქვს. მაგრამ აი ეხა სახში, აი იდეალურია რა. აქ რა სიმწვანეა. არ გადმოხვიდე, უნდა გადმოვიდე ისევ. აჰა, ის ნახე. მაგას მოყვებიან ეხა კიდე. დანარჩენები სად არიან მარტო რო ხარ? ჩემი გაწეწილი, ჩემი ცხოვრება. ბაცაცუ აქ. ეხა მეჩქარება თორე ამას ვუკრებ ხოლმე ქათმებს და ვუყრი. ეხა ჩვენ წავიდეთ პიტნაზე. აი ეს სახლი გაარემონტეს ვანომ და ლაშამ, შიგნიდან სულ. გადმოვლენ საცხოვრებლად მალე. აბა ვისენატრება ხალხნო ესენი? ფიცურა გული გამიხედგი. იაი, იაი. პედარა ია. აი აქაც არის. აი აქაც. აი ეგ დგას უპიტნო, ვინახე რამდენიებია. ჩამალული. აი ეგ დგა პიტნა. ჩემთანაც იმდენჯერ გადავიტანე, ნახე აი ახლები. აი ესენი სუძველები ისინი. იმდენჯერ გადავიტანე ჩემთანაც დავრგე. მაგრამ ეს არის ერთი ქათამით შეიპარა დამთავრდა, ძირიანად იღებს რა და არავი ქოთანში შეიძლება, მაგრამ ძალიან ისე ვხმარობთ ბევრს ჩვენ, რომ შანსი არ არის ქოთანმა გაკაჩოს ჩვენთან. მაგრამ რატო იცი ახლა აქ საცხოვრებლად გადმოვლენ და მოვლენ მერე და ეხა როგორც გადმოდიხარ და ეს რაღა ესე კლიანი გაფიცებ. ეხა წარამარა ვერც გადმოხვალ და იმ ადგილს დავლუქავთ სავარაუდოდ. ეხა უბრალოდ ლაშა გადმოდის ხოლმე რო აკეთებენ და ჯერ ეგ დავტოვეთ. აი აქაც რამდენია, მაგრამ ჯერ პატარებია. ნუ დღეს წავიღებ, დღეისა გვეყოფა და მე ცოტა მოიზრდება. ერთი მზემრო დახედოს, უცბად წამოწევს თავს. მაგრამ მზე და ფუფუნება არა გვაქვს. ჯერჯერობით ლოკოკინებს მყუდროება დაურღვიეთ. ჩოყვალები. ვეი. სადა ხარ? გებჭი ლოკოკინე დავკარგი. ეი. აჰა, ესეც ეს. ეი. ეს საიდან მოვიდა ეს ხვლიკი? წადი, ჩქარა. ეხა მოვიდე მან. თაგოს მაიც გააღიარა, ესე იგი, იცირიებს აკეთებს. იქ ხოვდევ ფიცარი. გადაძვრა. აი ეხა განახებთ. უნდა გცემო შენ. უნდა გცემო. აი ეგ უდევ ფიცრები და ქვა უდევ, ძალიან მძიმეა, აი აქედან აღებული ქვები უდევ, აი ერთი იქ. და აი ეს რკინის სისრუა ხო იცით ეს ჩარჭყული, იმაზეა მიყუდებული, რომ ვერ გააღოს. ვერ გამოწიოს, მიდის ეჯაჯგურება, რომ გამოწიოს და გაძვრეს ეს ხვლიკი, ეს დედას ხვლიკი, ხო და რომ ვერ აღებს ხოლმე და იმაშვება აქედან, აი იქ გამოწევს, აი აქ. აი ესე ჩაეკვეხება და ესე მიდის და მთელი ტანის სიმძიმით წევს მაინც და გადის ეს თაგვიესა. ეს თაგვიეს. ეხა მე ამას აქ დავდებ ორი წუთით. საჭმელი არ მიჭამია. ხო და რო ჩავალ იქ შევჭამ კალაკებს და ჩაის. ხო და ეს იყოს აქ. ცოტა კარტოფილსაც ჩავყრი, მე შევჭავთ. და აი ასე. იქ აქ ნინოს კარტოფილა წინაზე ვეყავი და კინაღამ მცემა და ეხაც მაგას ვაკეთებ. ani კარტოფილი კი არის, მაგრამ იმისა რა ქვია. ხინკლისა და იმისა რა და განარადები უნდა შეწვათ გოგო სახლიდან მოიტანე სულხუბობს. სულ აკივლებთ ხოლმე. მაგრამ მაინც. ეხა უბრალოდ სულ რაღაცებიც მიმაქვს ხოლმე რა, მაგრამ ისეც ესე. აი აქ ხოს. მაგრამ ეხა ბრინჯს ხوار წავიღებ. და ბრინჯი დიდად დამაკმაყოფილებს მე კიდე მოგატყუებთ. всё, დამთავრებულია აქ ტერიტორია.
ეზოკარი მიდამო. ყველაფერს ნაჭამი გაქვთ, ცოტა მარა გაქვთ. ნუ მიყურებ ეგ თვალებით. შენ საერთოდ ერთი ფეხი მთლიანი შეგხვდა და რატომ მიყურებ მას? დედასი. გაწეტილო. всё. წავალთ ხა ნენერა მომემზადები და წავალთ. საათი არის 9:30. ცოტა ხანი დასვენება შემიძლია. მაგრამ იცი რაც ვიზავ. ბრინჯს დავისხავ ცოტას. ივანესაც დავუსხავ და შევჭამ თვალი. ცოტას. მე ცოტას. ხო და ივანეს უყვარს ხოლმე ბრინჯზე გარგლის პავიდლო. ბაცაცო შეშვი კატას. ვაიმე დაღალა. ბაცაცო აი გამოვაბძანე. იმიტომ რომ იქ ავალაგე და აღარ მინდოდა. ბეწვი ძაღლი კატა წინა მხარეს სადაც უკვე შეიძლება დაჭდომა. ხო და ავაბინავე. ხო და ხა იმედია ვიპოვი იმას რაც ივანეს მოწონს და უყვარს. აი ესა. ხახლა წუხელს აჭრელი რომ ჭამე ნახევარსაათში მომშივდა და მინდოდა მწნილი ოღონდ. წინაზე ხო გახსოვთ აქ რომ მოვიყარე. ხო და გვაქვს კიტრის წნილი და გვაქვს პამიდურის მწვანე პამიდურის წნილი. არც ერთი არ მიყვარს. მე მიყვარს წიწაკის წნილი ყველანაირი. იქითაც არის კიტრისები. ხო და ნუ სხვა კომბოსტოსიც გვაქვს. ნუ ჩამოველი ეს მინდოდა კიტრისა ძალიან არ მიყვარს, აი თან ეს დაბერებული კიტრებია ჩადებული. ხო და სხვა ძალიან მქონდა და ესენი ამოვიღე ცოტა და გამოვწიე ეს და უკან დავინახე ეს. აი ეს. ხო და ისე აღარ გავიტანე მთლიანი დავტოვი აქ რომ მთლიანი რო გავიტანო უცბად შეჭამე. საღამოს მომინდება ალბათ კიდე და შევჭამ. ხო და მე ვიფიქრე ხა ერთი რაღაცა. რამდენი ხანია ბიცოლა ჩემთან არ ავსულ ვარ, იქითაც არის პამიდურის წნილი. ხო და ისა. მადონას ვეტყვი მე თქვი და ავალთ. ნუ სანახავათაც რა თქმა უნდა ბაბოსი. ბიცოლას. მათ რამდენი ხანი არ ავსულ ვარ ლალოსთან. მწხვენია უკვე და იგივე სიტუაცია მამიდასთან. ხო და ორი ადამიანი გამახსენდა რა რომ ვისაც აქვს ეს რაღაცეები. მაგრამ თან გამახსენდა რომ ახლა აქვს ერთია და ყავთ ისეთი ხალხი ოჯახში რომელიც მაგ რაღაცებს მაგრაჭამენ რა და მაგიტომაც აკეთებს ხო და ისა ვიფიქრე რომ საჩემოთ მაინც იქნება თქო რამე კაფეში ჩავყო ცოტა ავალ მეთქი და შევჭამი გემრიელად და ან ჩავალდე ხო და მე აქ ვაღმოვაჩინე მე რომ ჩემს გრაფიკს გადავხედე მივხვდი რომ ჯერ კიდევ ერთად ვეწავალ ასე რომ უნდა მივწერო მე მადო თუ უყურებ უთხარი ლალის ერთი პატარა წნილი რამე შეგინახოთ აი იცი რა მინდა გავაკეთო წელს ოღონდ მართლა ეს თადერთხელა მაქვს გაკეთებული მე დამეზარა ისა რა ქვია იმას წიტაკის წნილი ოღონდ იმაში ზეთში და მწვანილებში რო აურა მაგარია გუშინ წინებში ჩემო თანამშრომელმა მოიტანა იქ და ნახევარი ბანკა შევჭამე თანასაყვალები არის ახლა რაღაცა რომ მოვახსნა ჭამე შენ ორი უნდა ჭამო და ორ ჭამაში εν რაოდენობისას რომ მას უქებენ ვერ ახვდები წაველი ხალხნო ბედნიერი დღე ყველას წარმატებული დღე ყველას ნაყოფიერი დღე ყველას სიხარულის დღე ყველას ისევ აქ მოვედით აბა თქვენ